ფსიქოლოგიზმი მე-19 საუკუნის ლიტერატურისთვისაც ხდება დამახასიათებელი. ჩნდება ფსიქოლოგიური რომანი, რომლის ძირითადი ამოცანაა ადამიანის შინაგანი სამყაროს, განცდა ცხოვრებისა და ადამიანურ ურთიერთობათა სირთულის ასახვა. მე მინდა დავასახელო რამდენიმე ხელოვანი, ესენი არიან დოსტოევსკი, პრუსტი, ჩეხოვი, იბსენი, სტრინბერგი და სხვანი. ფსიქოლოგიზმი ასევე ახასიათებს მე-19 საუკუნის ფილოსოფიურ და ესთეტიკურ აზრსაც. ფილოსოფიურმა ირაციონალიზმმა ხაზი გაუსვა ირაციონალური ძალების, ანუ გონების მიღმა არსებული ძალების დომინანტს ადამიანსა და საზოგადოებაში. არტურ შოპენჰაუერის ფილოსოფიაში სრულყოფილი შემეცნება პრაქტიკული ინტერესებისგან დამოუკიდებელ, ინტუიტურ და არაინტელექტუალურ ჭვრეტასთან, აქედან გამომდინარე ხელოვნების მიერ ჭვრეტასთან კავშირდება. ნიკოლაი ჰარტმანის მოძღვრების მიხედვით, ხელოვნების აღქმა მხოლოდ ექსტაზის არაცნობიერი მდგომარეობითაა შესაძლებელი. ფრიდრიხ ნიცშეს გაგებით, ხელოვნების განვითარება მასში არსებული ორი ძალის, ან ხელოვნების ორი ტიპის ურთიერთ ბრძოლასთან არის დაკავშირებული. ამ ძალებს ან ხელოვნების ამ ორ სახეს ნიცშემ აპოლონის და დიონისეს სახელი უწოდა. აპოლონური და დიონისური ხელოვნება. მოდით ცოტა შევჩერდეთ ნიცშეს შეხედულებაზე. ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიაში სიცოცხლის ფუნდამენტსა და საფუძველში მოიაზრება საზოგადოდ ურთიერთდაპირისპირებული ძალები, დიონისური და აპოლონური სტიქიები და ასევე ძალაუფლებისკენ ნება, რომელიც ნიცშეს საზოგადოდ სიცოცხლის ნების, თვითშენახვის ინსტინქტის ან ერთგვარი უნივერსალური ვნების სახით ესმის. როდესაც ჩვენ ვისაუბრებთ შემდგომში ზიგმუნდ ფროიდის ხელოვნების თეორიაზე, ვნახავთ თუ რაოდენ დიდი მუხტი მიიღო ფროიდმა ნიცშეს შეხედულებებისგან. ფილოსოფოსი ნიცშე ახდენს ინსტინქტთა აპოლოგიზებას და ყველა ფასეულობის გადაფასების მოწოდებით პირველადი სიცოცხლისკენ, ბუნებრიობისკენ ან ბუნებისკენ დაბრუნებას ქადაგებს. ხელოვნება ნიცშეს გაგებით რეალობის მეტაფიზიკური დანამატია, რომლის ძირითად მიზანსაც რეალობის ძლევა წარმოადგენს. კულტურის იდეალად ფილოსოფოს ესახება დიონისური და აპოლონური საწყისების, როგორც დაპირისპირებულ პოლუსთა შერიგება და ურთიერთდაბალანსება, გამთლიანება. ხელოვნების ევოლუცია და შესაბამისად ხელოვნების ორი ძირითადი სახის აპოლონურისა და დიონისურის პერმანენტულ ჭიდილთან კავშირდება. აპოლონი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში მოგეხსენებათ სინათლისა და ხელოვნების ღვთაებაა. იგი ჰელიოსთან, მზის ღმერთთან არის გაიგივებული. აპოლონის ანტიპოდი არის დიონისე, მეღვინეობისა და ბუნების ღვთაება. აპოლონს ასევე ცნობიერების, გონების, სიცხადის, წესრიგის, დღის, ჰარმონიის სიმბოლოდ მიიჩნევენ. მაშინ, როდესაც დიონისე სიბნელესთან, ღამესთან, ქაოსთან, ზომიერების უარყოფასთან, ექსტაზთან, ინსტინქტთა თარეშთან და ქვეცნობიერთან კავშირდება. საინტერესოა, რომ დელფოსში, რომელიც არამხოლოდ აპოლონის კულტის ცენტრად, არამედ სამყაროს ცენტრადაც ითვლებოდა ძველ საბერძნეთში, დიონისეს მითიური საფლავი მდებარეობდა. ბერძნები, რომლებიც ჰარმონიას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, სწორედ სამყაროს ცენტრში ან დელფოსში ახვედრებდნენ ერთმანეთს ურთიერთგამომრიცხავ ძალებს, ღვთაებრივ ანტიპოდებს, აპოლონსა და დიონისეს. ეს ერთგვარად დღისა და ღამის შერიგება, შეყრისა და მათი ურთიერთგაწონასწორების მისტიური ალაგი იყო. ადგილი, სადაც ყველა საიდუმლოს ფარდა ეხდებოდა. არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ აქ კლდის ნაპრალზე აღმართულ სამფეხა სკამზე იჯდა და მისნობდა ორაკული პითია. დიონისეს დღესასწაულებს, დიონისიებს, ბაქანალიებს განსაკუთრებული როლი მიუძღვით თანამედროვე ევროპული თეატრის ფორმირების პროცესში. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამ თემაზე. დიონისეს შემთხვევით როდი უწოდეს თეატრის მამა. სწორედ ბუნებისა და სიცოცხლის ღვთაებასთან დაკავშირებულ სარიტუალო სანახაობებში ისახებოდა თეატრი. სიკვდილ სიცოცხლის მისტერია, როგორც ბაქანალის, ასევე ტრაგედიის არსი არსთაგანია.
ნიჩეს გაგებით ბერძნული ტრაგედიის უზადო, შეუდარებელ სრულყოფას განსაზღვრავს მასში აპოლონურისა და დიონისურის, ან გონებისა და ვნების ურთიერთდაბალანსება და გაწონასწორება. ბერძნულ ტრაგედიაში არაპლასტიკური, სახებს მოკლებული და მუსიკის სულით განჟღენთილი დიონისური ხელოვნება უკავშირდებოდა ხატოვან აპოლონურ ხელოვნებას, ანუ ლტოლვა ერწყმოდა ხატს. ჰარმონიულად შეწონასწორებულ ხელოვნებას ანტიკურ სამყაროშივე დაუპირისპირდა ახალი, მეცნიერული სულით გაჟღენთილი და დიონისური სტიქიის მიმართ ანტაგონისტურად განწყობილი მსოფლმხედველობა. სამყაროს ტრაგიკული განცდა მოსპო განსჯის ლოგიკის მეცნიერების ადამიანმა. მითი შეიწირა ცოდნამ და საღმა აზრმა. ნიჩეს გაგებით ასე დაიწყო ევროპული კულტურის ისტორიაში დაცემის ხანა და აღმოცენდა მეცნიერულ სოლ გაგებაზე დამყარებული ახალი ალექსანდრიული კულტურა. ნიჩეს გაგებით ხელოვნება, ადამიანი და კულტურა მხოლოდ მაშინ არის სრულყოფილი, როდესაც მასში ორგანულად არის შერწყმული სამყაროს ორივე საწყისი, დიონისური და აპოლონური. თანამედროვე ადამიანი კი, წერდა ნიჩე, დიონისურისგან დაცლილ და ცალმხრივად განვითარებად კულტურაში ცხოვრობს. ჩვენ ვნახავთ, რომ აი ეს შეხედულებაც, ნიჩეს ეს გაგებაც მისი ეპოქისა არაჩვეულებრივად აისახა უკვე მოგვიანებით ფროიდის და მისი სკოლის შეხედულებებში. და როგორ სცადეს და როგორ შესძლეს ფროიდმა და მისმა მოწაფეებმა აი ამ დისბალანსის აღდგენა და დიონისური საწყისის კვლავ წარმოჩენა კაცობრიობის ავანსცენაზე. ნიჩეს იდეებმა ბევრით განსაზღვრა ხელოვნების ფსიქოანალიზური გაგების თავისებურებანი. ასე მაგალითად ნიჩეს მიხედვით ხელოვნება გრძნობადი სხეულებრივი სიამოვნების ჩანაცვლებაა, ან ფროიდის ტერმინი რომ ვიხმაროთ, სუბლიმაციაა. ხელოვნების ნიმუშის აღქმა უკავშირდება ნიჩეს გაგებით სქესობრივი ინსტინქტის აგზნებასა და სისასტიკით თრობას, რომელიც ფსიქიკის ყველაზე ღრმა და ძირეული მდგომარეობაა. სქესობრივისა და აგრესიულის შერევით ესთეტიკური განცდა ყალიბდება. ჩვენ ისევ და ისევ ვნახავთ, თუ რამდენად განსაზღვრა ნიჩეს ამ იდეებმა ფროიდის თეორია. ხელოვნება ფილოსოფოსის გაგებით ჭარბის ხეულებრივის ამოფრქვევაა ხატების სამყაროში. ხელოვნების ბიოლოგიზირების საფუძველზე ნიჩე მას გამოყენებით ფიზიოლოგიასაც კი უწოდებს. ხოლო ესთეტიკურ გრძნობებში გამოკვეთს მოვლენისა თუ საგნის ინტუიციურ შეფასებას მისი სარგებლიანობის და თანაც ბიოლოგიური სარგებლიანობის მიხედვით. მე-19 საუკუნეში იქმნება ხელოვნების ეგრეთ წოდებული ფსიქიატრიული თეორია, რომელიც მხატვრულ შემოქმედებას სულიერ აშლილობასთან აკავშირებს.